მოსხას გავაგრძელებდი იმ კუთხით, რომ კონსტიტუციური პრინციპი, რაც გულისხმობს საპარლამენტო ზედამხედველობას, მთავრობის არის აბსოლუტურად მორუღეული. ანუ მთავარი საწყისი პრობლემის არის, რომ ანგარიშვალდებულებას კონკრეტული პარლამენტარი კონსტიტუციის შესაბამისად, რასაც უნდა გრძნობდეს, არ გრძნობს. მისი მისია და ევროკავშირი და ნატოს ერთ-ერთი დირექტივა მათ შორის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გახლდათ, რომ საპარლამენტო კონტროლი გაძლიერებული იყო მთავრობაზე. და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად არიან ნოტარიუსებად ქცეულები, პარლამენტარები და მათ ვინაიდან ანგარიშვალდებულება მათ აქვთ ერთი და ორი პირის მიმართ ცნობილი. აღარ დავასახელებ ვის სასამართლოს ანალოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად, აბსოლუტურად მორყეულია საპარლამენტო კონტროლი მთავრობის და საჯარო სამსახურის პრინციპზე გადავალ, ეგეც რა თქმა უნდა აბსოლუტურად მორყეულია. საჯარო მოხელეები არ იცვლებიან მთავრობების ცვლილებებთან ერთად. შესაბამისად, ის შენება ქვეყნის ფუნდამენტი საჯარო მოხელის სახით, რაც აწლეულობის განმავლობაში მიმდინარეობდა განურჩევლად მთავრობების ცვლილებებისა, აბსოლუტურად წყალშია გადაყრილი და არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე, რომ როგორც ქართულ მხარეს, ისე საერთაშორისო ინსტიტუციებს უამრავი დრო და ფული აქვს დახარჯული კონკრეტული კადრის პროფესიონალიზმის დასში, რაც ასევე დაკარგულია. ახლა ვინ ანაცვლებს ამ კადრებს? აი კომპეტენციის პრობლემა ნამდვილად დადგება, ხო? რა თქმა უნდა დადგება და აშკარად ლოიალობის და მორჩილების ნიშნით ხდება ხალხის დატოვებაც და დიქტატურებს ეს სჭირდება ეფექტური ადმინისტრირება, რთულია. და ამ იდეაში ის ცნობილი პეტიცია, რასაც უამრავი საჯარო მოხელის გათავისუფლება, რამაც უამრავი საჯარო მოხელის გათავისუფლება გამოიწვია, ამ პეტიციიდანაც ერთი წელია გასული. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ თავდაცვის სამინისტრო იყო მეორე წელი, შემდეგ მიყვა სხვა უწყებები. რეალურად მაგის თავარი საპრევენციო ამბავი რა იყო, ხო? რომ შენ შეიძლება გამოხატო პოზიცია, მაგრამ მე გაჩუმდე. თუ შენ შემდეგ ცენზურას დაექვემდებარე, უკვე მიზანი არის მიღწეული. ანუ რისი თქმა მინდა, რომ მაგალითად პირობითად მე ან სხვა რო დავრჩენილიყავით სამსახურში, თუ მოხდებოდა ჩემი სრული დუმილი. ეს ხო მაინც მიზანი, ანუ ერთჯერადი აქტი ხო არ არის. ანუ ჩვენი გამოხატულება პეტიციის და ზოგადად საჯარო მოხელების იყო ის, რომ ეს გზა არ არის სწორი, არამედ შეჩერების დრო ხა არ არის, პირიქით უნდა მოვითხოვოთ, რაც შეიძლება მეტად წევრობა და მეტი პროაქტიული ნაბიჯით განმახორციელოთ და ვრჩებით ამ კონკრეტული 78 მოხლის აღსრულების სადარაჯოზე. ანუ გარკვეულწილად ყვითელი ბარათი იყო მაშინდელი პრემიერის მიმართ. და შესაბამისად მუდმივი კონტროლი, მუდმივი მუშაობა არის ყოველთვის საჭირო, რომ როგორც საჯარო სამსახურმა თავისი წამსი და ძირითადი მიზნები შეინარჩუნოს, ასევე ჩემს მიერ ნახსენები პარლამენტი, რომელიც კონსტიტუციური მოვალეობას სამთავრობო კონტროლი და აბსოლუტურად სხვაგვარი წარმოდგენა აქვს ანგარიშვალდებულების სახით, როგორც ჩანს ჩვენ პარლამენტარებს და მარიამ ლაშთონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არის ოცნების ბიუჯეტი. ჩემი აზრით ჩათვალა, რომ ძალიან ეფექტური არგუმენტი მოიფიქრა და ალბათ იფიქრა აქამდე სხვა როგორ ვერ თქვა. არა, ეს დაახლოებით იმას ემსგავსება, როდესაც ვიღაცა გვამადლის ენერგეტიკულ პროექტებს თითქოს სახლიდან მოაქვს რაღაცა კონკრეტული სიკეთე, ინფრასტრუქტურული თუ სხვა და გვავიწყდება ყველას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებს მთელი ქვეყანა, მათ შორის კერძო სამსახურში დასაქმებულები პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად და ეს აღქმა სახელმწიფოსი ზოგადად როგორც ჩანს ქვეყანაში სრულად მორღვეულია.